ჩავამოვიდნენ ჩემი ბატყაჭებიდან. ასეთი პუდინგი შევქმენი. ნუ აქ როგორც ყოველთვის ჩემი ადგილია და უნდა ვიდგე დანარჩენი. ასეთი ხაჭაპურები შევაცხე, გადაყლაპეს. ამას მე არ ვსვარ მიკროთ. დავრჩი ასეთი უბანავებელი, დასასვენებელი, არამეძინა ვიტყუები. წავედი ახლა მივხედო საქმეს. ნიკოლოზა გამიქცა, როგორც ყოველთვის. ხო და მივხედო საქმეს. მეძახის ჭურჭელი. როგორ ხართ? გუშინ ვეღარ მოვახწია. ბიჭებს ვეღარ დავეხსენი. ისე ხარ დავიჯით ავიდეთ სახლში. პირით ვაცხება მზადად. ყველაფერი გავაკეთა 1-2 დღე. სადილის გაკეთებამ რომ არ მომიწიოს. გუშინ მოვიდა ნიკოლოზი და მომიტანა ჯარიმა. ძალიან საინტერესოა. არასრულწლოვან ადამიანს რომ აჯარებდნენ. იმიტომ რომ ფულკარდი დაკარგული აქვს და იმიტომ რომ ვერ მიწვა უბრალოდ ავტობუსში სიჭრეტო იყო. რომ ვერ შეძლო ტრანზაქცია შეესრულებინა. ბარათს ვერ დაადებდა. და რო ჩამოდიან და აჯარებდნენ ბავშვს. ვინ გადაუხდეს იმ ჯარიმას? აი ძალიან მაინტერესებს. როგორ წარმოდგენები გაქვთ? მაშინ მე ვფიქრობ, რომ არასრულწლოვანის ჯარიმაზე დედა უნდა დაჯარებდეს. ან მამა, მეუღლე. არასრულწლოვანს რო უწერ 20 ლარიან ჯარიმას სკოლის მოსწავლეს. ავიცი ხალხო. რა შეგნება გაქვთ, როგორ იციან ეს ბავშვები? სახში. ძალიან ბრაზდები და საოცარი წესები გვაქვს. რო ხედავ რომ არასრულწლოვანია. და სკულკარდის წნომა რატო არ გაქვს შენ, როცა ავტობუსის შემომწმებელი ხარ, კონტროლერი. ხო არსებობს რაღაცა შეღავათები. სულ დედის ერთის ადგილის დინებით გადავიხადე ის თანხა. არ ვიცი რატო. აჩა ხო მესმის რომ კონტროლერია და მესმის რომ ეს მისი მოვალეობა, მაგრამ სრულწლოვანზე კი ბატონო. არასრულწლოვანზე ვერ ხდება ვერანაირად. თავადი ახლა ავიღე სკულკარდი. ხო და გავარკვიე რომ შემიძლია ელექტრონულადაც უფასოდ ჩავუტვირთო და ბარათს სახლში დავდებ. და ელექტრონულად ექნება უფასო. ტელეფონს ხო ვერ წაიღებს, ვერ უზავს. სკოლიდან მომთხოვეს ჯარის საბუთები. განცხადება უნდა დავწერო და პირადობა დაბადების მოწმობის ასლი. ტრალივალი, ეგერიც 4 ფოტოსურათი. ეგეც ვქენი. ხო და ხვალ მივიტან კლასის ხელმძღვანელს. ნიკუშას სკოლაშიც დაფიქსირდა მუნი. მე-6 კლასელ ბავშვს აღმოაჩნდა სკოლა შეიწამლა. ხო და მაინც ვფიქრობ, რომ ხოლმე ხელმძღვანელობით გავუშვოთ. რა შეიძლება. მე დათო იყო პატარა 3 წლის ალბათ და იყო მეცხოველი. კურდღლები ყავდა მამას ბევრი. და ვერასდროს ვერ მოაშორებდი გალეიდან. კურდღლის გალეასთან დილა იწყებოდა იქ და იქ მინდდებოდა. ხო და მოიტან გადამდო დამემართა მე და მაშინ მახსოვს მამიდამ გოგიძე დაგვიმზადა რაღაც წამალი
რომელსაც ვისვამდით აი ამ ადგილებში მქონდა ქავილი და გამონაყარი. დათას უფრო მარტივად ქონდა. ხო და ძალიან მალე მოვურჩით თეთრეულს. ხშირად ვცვლიდი, ვაუთოვებდი, ანუ ზედმეტი სიჩქარე უყვარს. თუმცა არ არის, აი ჩუტყოვილას შევადარებდი რა. იმდენად საშინელი ქავილი შეგრძნებაა, რომ მაგას დაარდება. დღეს მქონდა გადაწყვეტილი, რომ ახალ წელს რომ წინა ახალ წელს ჭაღება მაჩუქეს. იქნება ამ ახალ წელს მაინც შევახვედრო მეთქი. ჭერზე თქო. და გადმოვალაგეთ. ყველამ ერთად გავისერინეთ. ნუ რა თქმა უნდა ნიკამ მეც აუცილებელი ვარო რომ წამოვიდეო. მათ მისი სურათის გადასაღებად 3-4 სურათი რო ჭირდებოდა საბუთებისთვის. ნეტა მეც აუცილებელი ვარო იდეაში არ ყოფილა აუცილებელი. იმიტომ რომ ევას რა ქვია ამობეჭდეს იქონდა გადაღებული და თარიღი უთხარი როდის იყო და ამობეჭდეს ეგრევე და მე დავითის ნათლია შევხვდო და წამართეს მონატრებული შვილი დღეს ვითხოვებ ესამეთ გადავათხოვ წავიდნენ საქეიფად ძალიან კარგი ნათლია ყავს ჩვენი მეჯვარეა იყო ნუ მეჯვარის ვერსად ვერ წაიღებ ქორწილის მეჯვარე იყო ხო და ხელის მომკიდე მთელი 18 წლიდან მოყოლებული ერთად მოვდივართ და ეს პატარა დავითისთვის იყო ძალიან საინტერესო და კარგი ნათლია. მოვედი ფაქტიურად სახში ისეთი სწრაფად დავდივარ. დავქრივარ ნიავქარიებს. ეს იყო ჩემი პირველი სამსახური, ეს არის ღვინის გალერეა წინამძღოლ შულზე. როცა მე ბუღალტერია დავიწყე. აქ მუშაობდი. onda karujčeki. Zaveri ხდა არ ჩემს სახელიდან გავაგზავნოთ, თორე ვარ ხოლმე გამოვა. საჩუქრე მაღაზია. ეს რაღაცა კაფეა, პალე კარტი. არასდროს სულ ვუყურებ ხოლმე. ვერ სულ მოვიწნება, რომ არსებობს. ტანსისმის მაღაზია პლუს კაფე გავუკეთებიათ ერთად ჩვეულებრივი კაფე იყო. შუადღე მშვიდობის დღეს 14 რიცხვია, 14 ნოემბერია. ასე ვიღებდი. ეტაპობრივად რეც გავქრი. ხო და ესე ვინახავდი. ვერ იმდენად ცუდი მდგომარეობა მაქვს და იმდენად ცუდად ვგრძნობ თავს, რომ რაღაცები მიჭირს რომ ვაკეთო. ხომ ვიცი რომ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, ხომ ვიცი რომ თქვენთან მოსვლა პირველი ის რომ ძალიან კარგად მოქმედებს ჩემზე და აი ასე სასაცილოდ ვიდეო კამერასთან ლაპარაკი მარტოს 5%-ზე მეტს მიმსუბუქებს და მე თქვენი კომენტარები 50%-ს მიმსუბუქებს ხოლმე ჩემს ასეთ მდგომარეობას, მაგრამ ხო რა ვიცი. დავიწყებდი და გზაში ვანებებდი, ამიტომ ესეთი კოლაჟი იქნება. დღეს ჩემი უსაყვარლესი მეგობრის დაბადების დღეა. ვიცი რომ არ მეყურებს. ადამიანის რომლისთვისაც ღირს ცხოვრება. ძალიან მეყვარხარ და ბედნიერი ვარ რომ გიცნობ და ღმერთმა შენი თავი მემაჩუქა. იმდენად გულით ვთქვი ხა ეს სიტყვები რომ კოსმოსში წავიდა. დილას მივულოცე რა თქმა უნდა. სამსახურში ვიყავი. ახლა მოვედი. ეს არის ხალხო. რა ქვია? კანჯვა.
თავისუფლებაზე აათრიო ხელით და მე ჩამოათრიო. არ ვიცი. რატომ ვიტანჯობი ხოლმე ასე. თავის დამტებით ვარ თამამა თუნცულობ. ჩემს სიყვარული დავისიკოს უყიდე რაღაც სუნამ რომელიც არ ვიცი რა არის თვითონ არჩია სამსახურში ყავდა დროს არ კარგავ შულთან ურთიერთობის და ვთხოვე რომ წამომყევი მეთქი იმიტომ რომ დღეს ბრუნდება ცარიელია ჩვენთან წამოვაყოლე სამსახურიდან ისე ხარ წამოვიდოდი ახლა მე ვარ ის სამსახურში რომ მივდივარ ხარჯი. თუმცა ძალიან მეხმარება იმაში რომ რაღაც საჭმელებს აღარ ვაგეთქო. როცა ასეთ ხასიათზე ვარ მიჭირს არაფერი არ გამომდის გემრიელი. ორი წელი ხაჭაპური. ნიკოს გაიხარდება. და ორი წელი ლობია. ფენოვანი. შვენიერი. თან ძალიან გემრიელი დაკეთებენ. ქათმის სალათი. ეს არის რა არის? ცხელია. სოკოს ავარაუდოთ. ბრინჯი და მიგზა მიწა. ეს და დავასწორო. პური მოვატრია. პორზე მოთრევას არ იძახიან, მოვიტანე. სხვა არაფერი არ ხდება. გაღვიძება, იმაზე ფიქრი, იმ დღეს რა გააკეთო, რითი იშოვო ფული, ჭამა, ნაგავი, სარეცხი და ძალიან დიდი ხანი არსად არ ყოფილვარ. დღეს დავურეკე ეკას, მეთქი ხომ არ გამოხვიდოდით ჩემთან. არაო მე და ჩემი შვილი ვაპირებთო გასვლასო სადმეო ხო და შევეტენე. მეც გამოვალ თქო. წავედი, სულ ეს იქნება. სულ მეძინება და სულ გამოუძინებელი ვარ და სულ ასე ვარ. კოცნით გეფერებით.